თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ 2012-13 წლებში განხორციელებულ საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა. საქმე პროკურატურას გამოსაძიებლად სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტმა უკვე გადაუგზავნა. აუდიტის დასკვნის საფუძველზე პროკურატურა შესაძლებელია დუშეთის მუნიციპალიტეტთან დაინტერესდეს. მათი 2014-15 წლების საქმიანობის შესწავლისას აუდიტმა დარღვევები სამუშაობის დაგეგმვის, შესრულებისა და კონტროლის ეტაპებზე აღმოაჩინა. საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხები იკარგება ადგილობრივ ბიუჯეტში. საუბარია დუშეთისა და თიანეთის ადგილობრივ ბიუჯეტებზე. სახელმწიფო აუდიტმა დუშეთის 2014-2015 წლებისა და თიანეთის 2011-2013 წლების განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა შეისწავლა. დასკვნის მიხედვით დარღვევები გამოვლენილია თითქმის ყველა ეტაპზე, მათ შორის სამუშაოების დაგეგმვის, შესრულებისა და კონტროლის ეტაპებზე. აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტებიდან არამიზნობრივად ასობით ათასი ლარი გაიხარჯა. ჩვენს მიერ ამ დაფიქსირებული იქნა ყველა ის დარღვევა, რომლებიც გამოვლინდა აუდიტის მსვლელობისას, ანუ აქ ზოგ შემთხვევაში საუბარი არის მიუღებელ შემოსავლებზე, რომლებიც საკმაოდ დიდი რამდენიმე 100.000 ლარს აჭარბებს დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის, ასევე გამოვლინდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად 800.000 ლარზე მეტი არის დახარჯული ერთ პროექტში, ეს პროექტი არ ფუნქციონირებს და გამოვიდა მწყობრიდან, ასევე ძალიან ბევრი პროექტი გამოვლინდა, რომლებიც თანხობრივ გამოხატვაში დაახლოებით რამდენიმე მილიონ ლარს აჭარბებს, ოდესაც თქვათ მოსახლე მიუხედავად იმისა, რომ თანხები დახარჯული არის, მოსახლეობაზე ვერ ხერხდებოდა და არ ხერხდება იმ მატერიალური კონკრეტული სიკეთის მიწოდება, რომლებსაც თქვათ ეს კონკრეტული პროექტები ითვალისწინებდა. რაც შეეხება თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტში გამოვლენილ კონკრეტულ დარღვევებს, აუდიტის დასკვნის მიხედვით დიდი დანაკარგი თიანეთის მუნიციპალიტეტმა 2012-2013 წლებში განიცადა. 4.100.000 ლარზე მეტი ღირებულების სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალიტეტმა აანაზღაურა შესაბამისი დოკუმენტაციის დასაბუთების გარეშე, რის გამოც მასალების ღირებულების სახით ზედმეტად ანაზღაურდა 151.000 ლარი. დუშეთის მუნიციპალიტეტმა კი 2013-2014 წლებში დუშეთის ხევის კალაპოტის გამაგრების სამუშაოებში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების მიუხედავად გადაიხადა 869.400 ლარი. მან არ გამოიყენა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, რის გამოც დაკარგა 88.500 ლარი. ასევე 2014 წელს დაბა ფასანაურში ნაპირ სამაგრ სამუშაოებზე მიმწოდებელ სრულად აუნაზღაურდა შესრულებული სამუშაოების ღირებულება 367.300 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ მან უარი თქვა შესრულებული ბეტონის სამუშაოების ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენაზე. ამის მიუხედავად გამგეობამ არ გამოიყენა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, რის გამოც დაკარგა 38.000 ლარი. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამბობს, რომ 2014-2015 წლებში მუნიციპალიტეტისთვის გარდამავალი პერიოდი იყო, არსებობდა ხარვეზები, თუმცა აუდიტის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში მოყვანილ არგუმენტებს სრულად არ იზიარებს. იყო პრობლემური, ვთქვათ, ის ხევის პრობლემა, თქვენ რომელიც ახსენეთ. ამ პერიოდში საკრებულოს თავმჯდომარე იყო და ის ძველი საკრებულო არსებობდა და საკრებულოს თავმჯდომარე აწერდა მიღება ჩაბარებასაც, ტენდერსაც ისაცხადებდა და ასე შემდეგ. ანუ მუნიციპალიტეტის გამგეობას მინიმალური ფუნქცია ჰქონდა. თუმცა მნიშვნელოვანი პროექტი იყო, მე ვამბობ ამას, დუშეთისთვის, ეს უნდა განხორციელებულიყო და აუცილებლად გასაკეთებელია დღესაც. ნაწილობრივ გაკეთდა, ნაწილობრივ დიდი წყალდიდობის შემდეგ დაზიანდა ის კედელი. ჩვენ გადავეცით პროკურატურას, ჩემი ხელმოწერით გადაცემულია წერილი, რომ შეისწავლონ ეს საკითხები, თუ რისგან მოხდა ესეთი პრობლემა. აუდიტმა საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადასცა თიანეთის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში. როგორც აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, ადგილობრივი ხელისუფლების ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იქნა აღმოჩენილი, რასაც კომპეტენტური სამართალდამცავი უწყება გამოიძიებს. თიანეთის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში გადაგზავნილი არის უკვე დუშეთის მუნიციპალიტეტი ახალი დამტკიცებული არის ანგარიში, შესაბამისი იურიდიულ დეპარტამენტში გადის სამართლებრივი ექსპერტიზას და თუ კი იქნება შესაბამისი დასკვნა, რომ შესაძლებელია შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველ გარემოებებს, ისიც აუცილებლად გადაგზავნილი იქნება სამართალდამცავ ორგანოებში. აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში მოყვანილ ფაქტებს გაზვიადებულად მიიჩნევს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. მუნიციპალიტეტში პრობლემების არსებობას 2011-2013 წლებში არ უარყოფს და ამბობს, რომ გარკვეული შენიშვნები მართლაც გასათვალისწინებელია. ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ საკმაოდ ის პროექტი, რომელიც გადმოგვიგზავნა აუდიტის სამსახურმა. უნდა აღინიშნოს აუცილებლად ის გარემოება, რომ აუდიტი შეეხებოდა 2011-2013 წლების პერიოდს, როდესაც არც ქართული ოცნება იყო ხელისუფლებაში და არც დღევანდელი ადგილობრივი თვითმმართველობა.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული კომპონენტები მაინც ჩვენი მოსაზრებით ზედმეტად არის გამუქებული. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის პრობლემები, რომელიც არსებობდა რეალურად ნამდვილად აღმოსაფხვრელია, გასათვალისწინებელი არის ბევრი გარემოება, რომელსაც შევეცდებით აუცილებლად გავითვალისწინოთ შემდგომ საქმიანობაში. ორივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა სახელმწიფო აუდიტისგან რეკომენდაციები მიიღეს. ისინი ამ რეკომენდაციების გათვალისწინებას სამომავლოდ აპირებენ.